რატომ არის მნიშვნელოვანი კეთილი სიტყვების გამოყენება? ახლა შეხედეთ როგორი ამბავია. აი აქედან რა წამოვა, რო გადმოვაყირავოთ. არა. და იმ მეორედან წყალი. აი ახლა მე რომ მინდოდეს აქედან წყალი წამოვიდეს მოახერხებ? ესე იგი რაც არის ამ ბოთლში ის გადმოიღრება, ხო მართალია? რატომ არის ადამიანი კეთილ სიტყვებს რო ამბობდეს, იცი? ესე იგი როგორ სიტყვებსაც ამბობს, გულიც ეგეთი აქვს, იმითია სავსე. აქედან რაც იღრება, ხო ის არის შიგნით. ჩვენი ბაგეებიდან, ანუ ჩვენი პირიდან რაც იღრება სიტყვები, ესე იგი ჩვენს გულში ეს არის. და თუ ცუდი სიტყვები ამოდის ჩვენი პირიდან, ესე იგი გული რითია სავსე? ცუდი სიტყვებით, სიმყრალით, ხო და ესე იგი როგორი გულიც გაქვს, მოდი დავაკვირდეთ. ვინც როგორ ლაპარაკობთ, რა სიტყვებითაც მეტყველებთ, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეგეთი გულები გვაქვს. ეხლა შევხედოთ ჩვენს მეტყველებას და თუ დავუშვათ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ცუდად მეტყველებთ. მაშინ ახლა ნახე რა უნდა გავაკეთოთ. დავუშვათ აი ეს კარი გამოვაღეთ, იქითა კარი გამოვაღეთ და ეს კარები ჩვენი ბაგეებია რა. ის ალეგორიულად. ეს კარი გამოვაღეთ და პრალისუნი გამოვიდა. რა უნდა ვქნათ? კაი დავკედეთ, პირი დავხურეთ და რა ვქნათ? საერთოდ აღარ ვილაპარაკოთ. არა და გჭირდება ეგ ოთახი, რა ვქნათ? უნდა გავასუფთავოთ. შენ გენაცვალ, უნდა გავასუფთავოთ ის ოთახი და კარები სულაც რო გამოაღო ბოლომდე მყრალისუნი ხო აღარ გამოვა. თუ ჩვენ შევძლებთ რომ გული გავასუფთავოთ, ჩვენი გული ახსარებით სუფთავდება გული და ზიარებით. მაშინ ჩვენი გული გასუფთავდება და ჩვენი ბაგეებით ცუდ სიტყვას აღარ იტყვის. აი ამაშია საქმე. თავად ის კი არ არის პირი რას ამბობს. პირი იმას ამბობს, რაც გულშია. აი ქვაბი რო დგას, დავუშვათ ცეცხლზე და წყალი რო დუღს, რაც დუღს ხო ის გადმოდის არა? რითიც სავსეა. ქვაბის ძირში რო იყოს მარტო ცოტა წყალი, რო ადუღდეს გადმოვა? არ გადმოვა. აი პირამდე როა სავსე და რომ დუღს, მაშინ გადმოდის. ჩვენი გულიდანაც ის გადმოდის, რაც ცოტა როა კი არა, რითიც სავსეა ჩვენი გული. თუ ადამიანი კეთილ სიტყვებს ამბობს, თავაზიანს, მანუგეშებელს, ესე იგი გული ამითი აქვს სავსე. თუ ცუდ სიტყვებს ამბობს, თუ ტყუილებს, თუ ცილის წამებას, ესე იგი გული ამითია სავსე. ისე რომ დავაკვირდეთ ჩვენს გულებს, რაც არ მოგვეწონება, ის ახსარების მეშვეობით გამოასუფთავოთ და იქ სიმყრალე აღარ იქნება.